მოგესალმებით. მოდით დავიწყოთ დღეს გაშლა ტრადიციულად აფირმაციების დასტით ჯერ. ეს გახლავთ აფირმაციების დასტა წარმატების გასაღები და მოდით ამოვიღოთ აქედან დღევანდელი დღის წარმატებული აფირმაცია თქვენთვის. Სუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ ხდება. დღეს მთელი დღის მანძილზე გაიმეორეთ ეს აფირმაცია, თუ გინდათ დასკრინეთ და დააყენეთ დღეს ეკრანზე და უყურეთ, რამდენჯერაც დახედავთ, იმდენჯერ თქვენი გონება გაიაზრებს, რომ დღეს ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ ხდება. ახლა კი მოდით ვნახოთ, რა ხდება თქვენს სასარგებლოდ, რა ამბავი მოიჩქარის თქვენთან. ნახოთ ნათელმხილველის დასტაზე, რა ამბავი მოიჩქარის დღეს თქვენთან. რა ამბავი მოდის დღეს თქვენთან. რა თქმა უნდა, სასიკეთო ამბავზეა საუბარი. განახლება მოდის, სიტუაციის განახლება მოდის. შვენიერი არკანებია. განახლება მოდის სიტუაციის. რაღაცა თქვენი ძალის გამოვლინება მოხდება ან თქვენი სიძლიერის. შესაძლოა ეს ეხებოდეს ფინანსურ საკითხებს, იმიტომ რომ აქ არის ნახეთ როგორი დატრიალება მიდის ფინანსურ ამბავში. შეიძლება განახლება ზუსტად ამას ეხებოდეს, რომ წამოიღოს უცებ ფინანსები. ნახეთ, თქვენ თითქოს თავისუფალ დამოკიდებულებაში ხართ ზოგადად ცხოვრების მიმართ, ენდობით მას და მიყვებით. განახლება გინდათ ისე, რომ დარწმუნებული ხართ, რომ სამყარო გეხმარებათ, ანუ სამყაროს ენდობით და თან იცით როგორი რაღაცა ხელში გაქვთ, ანუ ხელცარიელი არ მიდიხართ. ხელში გიჭირავთ რაღაცა გარკვეული გამოცდილება, მომზადებული ხართ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა სიახლეში უნდა შეხვიდეთ, ეს სიახლე ძალიან კარგი იქნება. ნახეთ, როგორი წრეები ჰარმონიულ სიახლეში მიდიხართ. მართალია თქვენ ამას ვერ ხედავთ ჯერჯერობით. გაქვთ რა თქმა უნდა იმედი, იმიტომ რომ ნდობით მიდიხართ ამ თავგადასავალში და თან შეიარაღებულიც მიდიხართ. გარკვეული ცოდნაც მიგაქვთ და გარკვეული გამოცდილებაც მიგაქვთ. რაღაცა აკრეფილი გაქვთ უკვე გარკვეული გამოცდილება და ეს არის როგორც თქვენი იარაღი იმ სიახლეში, რაშიც შეხვალთ. მაგრამ მე მგონი იქ დიდად ამის გამოყენება არ დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ძალიან ესეთი მანდალასავით არის შეკრული, რაღაცა კარგი სიახლე მოდის. შვენიერია. დღეს ესეთი კარგი ენერგია გვაქვს, განახლების ენერგია. შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს მოუწიოს თავისი სიძლიერის დემონსტრირება. შეიძლება პარტნიორთანაც მოხდეს, აი როგორი მომენტია, იცი? შენ თუ შინაგანად ხარ ძლიერი ლომი, პარტნიორთან უნდა აჩვენო თავი როგორც კრავმა. ანუ ნახეთ, ქალზეა აქ ალბათ საუბარი უფრო. ქალები ძალიან ძლიერები ვართ, შინაგანი სიძლიერე გვაქვს იმდენი, რომ შეიძლება ამით დავტკუნოთ ჩვენი პარტნიორები. ამიტომ ცოტა თავი მოისულელეთ, პატარა ბატკანივით მოაჩვენეთ თავი, რომ გჭირდებათ მისი სიძლიერე, მისი დახმარება რაღაცაში. აი დღეს ესეთი იყავით, რბილი, ნაზი-ქალი, შინაგანად ძლიერი, რომელმაც ზუსტად იცის რას აკეთებს და რატომ. ეს დამორჩილება არ არის, ეს არის პირიქით მართვის ერთ-ერთი ფორმა, როგორ მართო სიტუაცია და როგორ გამოიყენო შენი ქალური ძალა. და შესაძლოა აქ რაღაცა ძალიან სასარგებლო ამბავსაც მიიღებთ. ზოგიერთ თქვენგანს კარგ ადგილასაც დაპატიჟებენ და ხო ვამბობ რაღაცა პენტაკლების ენერგია, ეს მხოლოდ ფული არ არის, ეს არის კეთილდღეობის ენერგია, ოჯახური ენერგიაც არის. ის რაც შეიძლება ცოტა ხანი შეჩერებული იყო, თქვა და იყო 5-იანში და ეხა დაიძრა 6-იანში გადავიდა და მოძრაობაშია. ანუ თუ კი მანამდე თქვენ იყავით კარებთან, თქვათ ფაქტიურად აი ამ კეთილდღეობის კარებთან იჯექით და
მაინც გამოსავალს ვერ ხედავდით, იმ დიდ გასაღებსაც ვერ ხედავდით, რაც გვერდზე გედოთ, ფაქტურად, იმიტომ რომ იყავით ცოტა ესეთ დეპრესიულ მდგომარეობაში, რაღაცა გამოუვალ სიტუაციაში თითქოს, ხო? აი ხა ეს ყველაფერი დაიძრა თქვენთან და ამას თქვენ დღეს დაინახავთ დღეს ამას. როგორც თქვი, შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს საჩუქარი ელის თავისი საყვარელი ადამიანისგან და შეხვედრა მასთან, ძალიან ისეთი საუბარიც იქნება ალბათ, რაღაცა ვინც ელოდება ამ შეხვედრას, ხო? აი მოლოდინის რეჟიმში ხართ, რომ გამოჩნდება ეხა და მომაკითხავს, ეს შეხვედრა აუცილებლად იქნება, მეგობრებო. ელოდებით მართალია, მაგრამ მოვა ეს ყველაფერი, გამოჩნდება და იცით რა მინდა ვთქვა, შეიძლება თქვენი პარტნიორი არის ცოტა ასაკით პატარა და კარგად არ იცის ქალთან მოქცევა როგორია, როგორ უნდა მოიქცეს, როგორ უნდა დააფასოს თავისი სიყვარული, თქვათ, ხო? უფრო მეტად თავის თავზეა აქცენტირებული, მაგრამ შეხვედრა ნამდვილად უნდა თქვენთან და თქვენი ნახვა და ალბათ ამ ეტაპზე ეს უფრო მნიშვნელოვანია, ხო? თქვენთვისაც. მოდით ნახოთ. ხო, აი მოიჩქარის. თქვენთან მოდის და მოიჩქარის. ბედნიერ დღეს გისურვებთ და წარმატებულ დღეს გისურვებთ, მეგობრებო.